მამისათა, დadzისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სახარება, სადაც მოციქული და მახარებელი ლუკა გვიყვება 10 კეთროვნის განკურნების შესახებ. თქვენ იცით, რომ კეთრი ისეთი დაავადება იყო, რომელიც ადამიანს შეიძლება ითქვას, რომ ცოცხლად ალპობდა და არაერთი შემთხვევა იყო ამ დაავადებით გარდაცვალებისა. არაერთი შემთხვევა. უფრო იშვიათი იყო, რომ ადამიანი ამ დაავადებისაგან განკურნებული იყო. ძირითადად უფრო მათი საბოლოო ხედრი ესეთ ტანჯვით და ტკივილით, ხანგრძლივი ტანჯვითა და ტკივილით გარდაცვალება იყო. იშვიათ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი ხდებოდა ესეთი რამე, რომ იკურნებოდნენ და თქვენ იცით, რომ მათ არ შეეძლოთ თავის ოჯახში ცხოვრება, თავის ნათესავებთან ცალკე აშენებული იყო უდაბნოებში, ზოგ შემთხვევაში კუნძულებზე, მაგალითად კუნძული სპინალონგა არის ცნობილი ასეთი, სადაც კეთროვნები იყვნენ დასახლებულები და ყველა ერთად ცხოვრობდა ისე, რომ არ გადააზრდებოდა მათგან ვინმეს ეს დაავადება. და ძველ აღთქმაში იყო ასეთი წესი. თუ რომელიმე კეთროვანი განიკურნებოდა, უნდა მისულიყო ჯულში ასე ეწერა, რომ უნდა მისულიყო მღვდელთან და მღვდელი თუ დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად განიკურნა, მას შეეძლო, რომ თავის ოჯახს დაბრუნებოდა ეს ადამიანი. და მაცხოვართან მიდიან 10 კეთროვანი და შორიდანვე ხმას აიმაღლებენ, არის ნათქვამი და შორიდანვე სთხოვენ, რომ შეგვიწყალე. და უფალი როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში აქაც გვიჩვენებს მაგალითს სიმდაბლისა და მაგალითს სიკეთის ფარულად კეთებისა. ის არ ეუბნება, რომ მე თქვენ განკურნებთ ახლა. ის ეუბნება, რომ წადით და თქვენი თავი მღვდელს უჩვენეთ. და როდესაც მიდიან, აღმოაჩენენ, რომ ესენი განიკურნენ. და ძოხელ ბავშვებთან ჰქონდა შეხვედრა და ესე იგი ვეკითხებოდი, განსაკუთრებით იმათ ვეკითხებოდი, ვისაც ვიცოდი, რომ ეს მასმენილი არ ჰქონდა და თქვენ როგორ ფიქრობთ მეთქი? რას იზამდნენ ამის შემდეგ ეს ადამიანები მეთქი? ზოგი ამბობდა, რომ თავის ოჯახში წავიდოდნენ, პირველი სიხარული იქ მივიდოდნენ. ზოგი ამბობდა, რომ მადლობას ეტყოდნენ და ერთმა თქვა, რომ წავიდოდნენო სახლებშიო, მოიყვანდნენ ოჯახის წევრებსო და იესო ქრისტეს მადლობას ეტყოდნენ. აი წარმოიდგინე ბავშვი როგორი გულწრფელია. მარტო თვითონ კი არ ეტყოდაო მადლობას, წავიდოდა ოჯახის წევრებს მოიყვანდაო და ყველა ერთად ეტყოდა მადლობას. აი როგორი სუფთაა და როგორი წმინდაა ბავშვი. ამბობდნენ, რომ 10-ვე მივიდოდა. მაგრამ სამწუხაროდ ერთი მივიდა. ამ 10-დან ერთი დაბრუნდა, ერთი მივიდა მაცხოვართან და მთელი გულით მადლობას წირავს. უფალი ეუბნება, განა 10-ვე არ განიკურნეთო და სად არიანო ის 9? ვერ იპოვეს თავის თავში ძალა, რომ მოსულიყვნენ და მადლობა ეთქვათ. განა იმიტომ ამბობს, თითქოს ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ საყვედურობს იმ 9-ს რატო არ მოვიდნენ და მე რატო არ მითხრეს მადლობა. ზოგჯერ ეს ჩვენ ადამიანურად მოგდის, რომ ერთი მადლობა არ მითხრეს და არ დაინახეს ჩემი სიკეთე და ამგვარი რაღაცები ეს ჩვენ გვახასიათებს. მაგრამ უფალს რა სჭირდება მათი მადლიერება? ის რომელიც ცდილობდა, რომ არ გახმაურებულიყო მის მიერ გაკეთებული სიკეთე, მაგრამ მას სჭირდება, რომ თავის შვილებში იყოს გრძნობა მადლიერებისა. ანუ ღირსეული შვილები რო ყავდეს, ისევე როგორც მშობლებს უნდათ, რომ ღირსეული შვილები ყავდეთ, იმიტომ კი არა ეს შვილები მე ჩვენ გამოგვადგნენ, ჩვენთვის იყვნენ, არა.
თვითონ იყოს ღირსეული და თვითონ იყოს კარგი ადამიანი. აი ეს ღირსება მასში იყოს და უფალსაც ამიტომ უნდა რომ 10-ვეში ყოფილიყო, მაგრამ 10-დან როგორც ჩანს ერთში აღმოჩნდა ეს მადლიერება და მოვიდა და უფალს მადლობას ეუბნება და მე ბავშვებს ვეკითხებოდი რომ ესე იგი რა გამოდის 10 თუ გააკეთებ სიკეთეს და ერთის გამოა მადლიერი ადამიანი რა უყოთ ახლა გავაკეთოთ ამ სიკეთის გავანებოთ ამ სიკეთის კეთებას თავი მეთქი და არა პირიქით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ესე იგი თუ გინდა რომ 10 იყოს მადლიერი 10 კი არ ყოფნის 100 უნდა გააკეთო რომ 10 იყოს მადლიერი აი ამაშია საქმე ბავშვები როგორი სუფთები არიან და წრფელები ერთმა თქვა რომ მთელ ოჯახს მოიყვანდა და მადლობას ეთყოდა მეორე თქვა რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ რომ თუ გინდა რომ მეტი იყოს მადლიერი და ეს არის სწორი გზა მართლაც ის კი არა რომ დავუშვათ ვიღაცამ ვერ დაგინახოს სიკეთე და ყურები ჩამოყარო პირიქით შენ უნდა აკეთო სიკეთე მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ახლა იმ 10 კეთროვანში ვინიც ის ჩვენცა ვართ და ვართ კი ის მე-10 კეთროვანი რომელმაც მადლობა უთხრა ღმერთს აი თავისი ცხოვრების წესით მადლობს ღმერთს როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე რა იმივაგო უფალსა ყოვლისათვის რომელი ესე მომაგო მე ანუ რა უნდა მივაგო უფალს რითი უნდა გადაუხადო მადლიერება უფალს ყველაფერი იმისთვის რაც მან ჩემთვის გააკეთა და ადამიანი ვერაფრით ვერ გადაიხდის ანუ ვერ მოიმოქმედებს ისეთ რაღაცას რითიც ის შეძლებს და ღვთის მადლიერება დაეფასებინა ვერ გადაიხდის შვილი მშობლის ამახს ხომართალე ვერ გადაიხდის ჩვენ ვერ გადავიხდით ჩვენი წინაპრების ამახს რომ ჩვენამდე ღვთის სიტყვა მოიტანოს ჩვენამდე ჩვენი სამშობლო მოიტანოს ის სულისკვეთება მოიტანოს ამიტომაც ჩვენი ესე იგი მადლიერებით მათდამი მადლიერებით მშობლებისადმი ღვთისადმი მადლიერებით აი სამაგი დაფასებული ხდება და სხვაგვარად რო შევხედოთ კიდე აი ადამიანი სულ რაღაცას რომ ელის და არასდროს რომ არ არის მადლიერი ის თვითონვე იტანჯება ახლა ჩვენ რო ავიღოთ ორი ადამიანი ორივეს ერთი და იგივე რამ ჰქონდეს ერთი თუ მადლიერია და მეორე ყოველთვის წინ იხედება რომ კიდე რაღაცა უნდა ერთი იტანჯება და მეორე კმაყოფილია მეორე მშვიდად არის მოციქული პავლე ამბობს დიდი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად და შეიგი თუ საზრდელი და სამოსელი გვექნება ამას დავჯერდეთ აი მარტო ესეც რო გქონდესო ამისთვის კმაყოფილი იყავიო და თუ ვინმეს რო გამდიდრების სურვილი აქვსო ისო ვარდებაო მრავალ უცნაურ და მავნებელ გულის თქმაშიო და ეს გულის თქმები მას დანთქავენ ანუ ღუპავენ ეს გულის თქმები ადამიანს ანუ თუ არა ხარ მადლიერი იმისა რაც გაქვს ესე იგი მაშინ იმასაც კარგავ რაც გაქვს და იმ გულის თქმებში იმ მისწრაფებებში რომ კიდევ უფრო მეტი გინდა ვერასოდეს სიმშვიდეს ვერ პოულობს ადამიანი და არასოდეს ბედნიერი არ არის ამიტომაც აი მადლიერება ისეთი რამ არის რაც ადამიანის ბუნებრივი თვისება უნდა იყოს მადლიერი უნდა იყოს ყველაფრის გამო ღვთისად შეიძლება ზოგჯერ განსაცდელი მოდის მაგრამ იმ განსაცდელის შემდეგ ჩვენ ხვდებით რომ ეს განსაცდელიც საჭირო იყო და ეს ამ განსაცდელმაც რაღაცას აგვარიდა ან მომავალში აგვარიდებს ან რაღაცა სხვაგვარად დაგვანახა და ასე შემდეგ აი მაგალითად ესეთი ამბავი არის ცნობილი რომ ერთ მეფესო ძაღლები ჰყავდა ავი ძაღლები რო და ვინც რამეს დააშავებდა მის სახელმწიფოში ამ ძაღლებთან აგდებდა ერთხელაც მოხდა რომ მისმა ერთ-ერთმა ერთგულმა მსახურმა რაღაც ისეთი თქვა რომ მეფეს არ მოეწონა და გადაწყვიტა რომ ეს მსახური ძაღლებთან ჩაერთო
მსახურმოს თქვა რომ მეფეო, მე ხო ამდენი ხანი გემსახურე, 10 წელი ხო გემსახურებოდი და ერთი თხოვნა შემისრულეო სანამ ძაღლებთან ჩამაგდებო და კიო უთხრა დათანხმდა. მივიდა ძაღლების მოვლენთან და ეუბნება რომ მოდიო 10 დღეო მე მადროვეო. ანუ 10 დღე დამაცადეო მეფეს უთხრა და ამ ძაღლების მოვლენსაც უთხრა რომ 10 დღე მე მოვლი მათ მევაჭმე მე მოვეფერები და 10 დღე ემსახურა ამ ძაღლებს. დადგა სასჯელის აღსრულების დღე და ჩააგდეს ძაღლებთან, მაგრამ ძაღლებმა დააფასეს მისი მოვლა პატრონობა და პირი არ გააკარეს, პირიქით მივიდნენ და როგორც იციან ძაღლებმა მიუცუცკდნენ, ლოკავდნენ და მეფე გაკვირდა როგორ ესეთი რამე არ ენახა, მრავალი დაგლეჯილი ენახა ალბათ, მაგრამ ესეთი არა და აი მეფეო შეხედო მე 10 წელი გემსახურებ და ერთი შეცდომის გამო ასეთი რამე გადაწყვიტავ და ამ ძაღლებს მხოლოდ 10 დღე ვემსახურებ და როგორ დააფასეს და სამწუხაროდ ჩვენ გვახასიათებს ესეთი რაღაც რადგან უფალი ამბობს ეს ჩვენ გვახასიათებს და რადგან უფალმა თქვა პირველ საუკუნეში ეს უთხრა ეგ იმას კი ანიშნავს რომ იქ ახასიათებდა და იმის იქით აღარ გვახასიათებს ჩვენს გვახასიათებს ადამიანი ხშირად ითხოვს მერე იღებს სამსათხოვას მაგრამ მერე მადლობა ავიწყდება ზოგჯერ ისეც ვართ რომ ჩვენ ჩავთვლით რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს ისედაც უნდა გვითენდებოდეს ეს დღე ისედაც უნდა ოჯახში რომ მივართ შვიდობა იყოს ეს ისედაც ასე უნდა იყოს მაგრამ ისედაც არაფერი არ ხდება ყოველი გათენებული დღე როგორც ჩვენი პატრიარქი ამბობს არის ღვთის დიდი წყალობა რომ კიდევ ერთხელ მოგეცა შესაძლებლობა რომ უფალს უერთგულო და სული გადაირჩინო და ვინც მიეჩვია იმას რომ არად ჩააგდოს მიღებული სიკეთე ის მადლიერებას კარგავს და ადამიანი რომელიც მადლიერებას კარგავს შემდეგ თითქოს არა მარტო უმადური ხდება არამედ ავალდებულებს კიდე სხვას რომ ისევ ის გაუკეთოს რასაც უკეთებდნენ თავისი პირადი კეთილი ნებით აი ადამიანებთან ურთიერთობაშიც რამდენჯერ ყოფილა რომ ჩვენ ვიღაცა თავისი პირადი კეთილი ნებით რაღაცას გვიკეთებს და ზოგჯერ თუ ვერ შეძლო ესე იგი გახსოვთ აი ჩვენს პატარაობაში ესეთი იუმორისტული ის იყო ხოლმე მე რო ჩემს ხარჯზე მოიყვანე ცოლიო გახსოვთ დიდებს უფრო ემახსოვრებათ ერთი ადამიანი რო ყოველთვის ეხმარება სხვას ეხმარება ერთ დღესაც ვეღარ დაეხმარა ბოდის გიხდიო რომ აი ეს დაოჯახდიო ცოლი მოიყვანეო და ეხლა არა მოქვს არაფერი დაგეხმარ მე რო ჩემს ხარჯზე მოიყვანე ცოლიო განა ის რომ ამდენი ხანი ეხმარებოდა ზოგჯერ ესე ვავალდებულებთ ერთმანეთს არავინ არ არის ვალდებული რამე გაგვიკეთოს ყველა იმიტომ აკეთებს რომ ის ღვთისმცნებას აღასრულებს და ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია თუმცა ეს მას არ ევალება ჩვენ მას ვერავის დავავალდებულებთ ესე ამიტომ თუ ვინმე რამეს გვიკეთებს მადლობის მეტი არაფერი არ თუ მეორეჯერაც გაგვიკეთა კიდე უფრო დიდად უნდა მადლობდე და უკვე უნდა წუხდე კიდეც იმის გამო რომ ასე ირჯება მაგრამ თუ მესამედი და მეოთხეთი გავუკეთე ჩვენ უკვე გონია რომ ესე უნდა იყოს და ალბათ ერთი დაბედოს და მოაკლოს მაგას რამე ეგ უმადურობა და ეგ ადამიანს არ შეშვენს ეგ ადამიანის დაცემას ნიშნავს და ამიტომაც აი მადლობა უთხრათ უფალს ყველაფრისათვის რაც გვაქვს და დავჯერდეთ იმას რაც გვაქვს ბედნიერება იქ ვიპოვოთ რა მდგომარეობაშიც ვართ როგორი ჯანმრთელობაც გვაქვს როგორი მატერიალური მდგომარეობაც გვაქვს თუ როგორი სულიერი მდგომარეობაც გვაქვს იმითი შეგვიძლია რომ ბედნიერები ვიყოთ აი მაგალითად დიდარი და გლახაკი ლაზარე დიდარსაც შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო და გლახაკ ლაზარესაც შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო ეგ იმაზე არ იყო დამოკიდებული ვის რამდენი ჰქონდა ეგ იმაზე იყო დამოკიდებული უფალს ვინ რამდენად გაუღებდა გულის კარს და რამდენად შემოუშვებდა თავის გულში და შეუძლებელია ადამიანი ბედნიერი იყოს, როდესაც მას
სინდისი ამძიმებს. ჩვენ ზოგჯერ ესე იგი მატერიალურის გამო სინდის დავიმძიმებთ. მერე ის რის გამოც სინდისი დავიმძიმებთ, სწრაფად დაიხარჯება თუ გაიფლანგება თუ გაფუჭდება თუ აღარ იქნება საბოლოო ჯამში, მაგრამ რჩება დამძიმებული სინდისი. ამიტომ არაფრის გამო არ ღირს სინდისი დაიმძიმო. არაფრის გამო, გინდა მცირე იყოს და გინდა დიდი. ყველაზე მეტად ადამიანი თავის წრფელ სინდისს უნდა უფრთხილდებოდეს და თუ მაინც რაიმე შებღარა, არ უნდა ეცადოს ადამიანი ამ სინდისის გაჩუმებას, ესე იგი. შეიძლება სინდისი დააბლაგოს ადამიანმა, დააბლაგოს როგორ, ერთხელ ამხილებს არ დაუჯერებს, ორჯერ, სამჯერ და უკვე აღარ ესმის სინდისის ხმა. პირიქით მახვილი უნდა გახადოს, რომ მცირე გადაცდომის გამოც უნდა ამხელდეს, უნდა ჩხლეტდეს ადამიანს ეს სინდისი და როდის გახდება მახვილი? როცა ერთხელ გააკეთებს სინდისიერად რაღაცას, მეორეჯერ, მესამეჯერ, ნელ-ნელა იხვეწება ეს სინდისი, ბასრი ხდება და მცირე გადაცდომის გამოც კი წუხს ადამიანი. და რაც უფრო ბასრია მახვილი, რაც უფრო ბასრია სინდისი, მით უფრო სუფთა და წმინდა ადამიანი. და ესე იგი, ახლა ესე რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერიც რო ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მაინც არ ყოფნიდეს და მაინც ისეთ რამეს აკეთებდეს, რითიც სინდისი მძიმდება, ის აქვე მიწაზევე უკვე ჯოჯოხეთში იმყოფება. ვერაფერი არ გააბედნიერებს მას. მაგრამ თუ ადამიანი კმაყოფილია იმით, რაც აქვს და სინდისით სუფთა აქვს, ღვთის მიმართ, სუფთა აქვს ადამიანების, ნივთების მიმართაც კი სუფთა აქვს, როგორც წმინდა აბა დოროთე ამბობს. ის აქვე გულში გრძნობს იმ სიხარულსა და ბედნიერებას, რაც არის ნაწილი სასუფეველისა, რაც ელოდება ასევე ადამიანს. და ეს ყველაფერი ჩვენს წინაშე არჩევანი ჩვენზეა, ესე იგი. ამიტომაც ვიფიქროთ იმაზე, რომ რა არის ჩვენი გასაკეთებელი ამ წუთის სოფელში. რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი, სად არის ადამიანი, სად უნდა წავიდეს. ამ წუთის სოფელში მუდმივად ხო არ იქნება კაც. აქ დროებით არის. და ბოლო დღე რომელი იქნება, ეგეც არავინ არ იცის. ეგ ნამდვილად არავინ არ იცის. ახლა ზოგჯერ არის, რომ ადამიანი ავადმყოფობს, ჩავარდნილია რაღაცა, მაინც ასე თუ ისე შინაგანად თვითონაც ემზადება, თავისი ახლობლებიც რაღაცა ამაზე ფიქრობენ, რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს, მაგრამ რამდენი შემთხვევა ყოფილა სრულიად ჯანმრთელი ადამიანი გარდაცვლილა. ამას წინათ 4-5 დღის წინ ხსენება იყო წმინდა დიდმოწამე ბარბარესიდან. მას ევედრებიან უეცარი, უზიარებელი სიკვდილისაგან რომ დაგვიფაროს. ეგ არის ძალიან უეცარი სიკვდილი ნიშნავს მომზადებელ სიკვდილს. ღმერთთან შესახვედროთ, რომ ადამიანი მზად არ არის. და რითი უნდა ემზადებოდეს ადამიანი ღმერთთან შესახვედროთ? უნდა ემზადებოდეს ღვთის მცნებების აღსრულების მცდელობით. განვემზადე და არა შევძრწუნდი, რამე თუ ვიმარხენ მე მცნებანი შენიო, დავით მეფსალმუნე ამბობს. როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ ღვთის მცნება აღასრულოს, ესეთი კაცი ემზადება ღმერთთან შესახვედრად. და რომ არ შეზრწუნდეს მარადიულობის ხილვით, მაშინ უნდა ესე გააკეთოს. როდესაც დავით მეფსალმუნე გარდაცვალების პირას იყო, თავისი შვილი სოლომონი მოიხმო და უთხრა, რომ თუ ღვთისმოსაობითი ცხოვრებო, თუ ღვთისმცნებებითი ცხოვრებო, მოულოდნელი არაფერი შეგემთხვევა. და თუ ასე არ მოხდაო, შენი სიმდიდრე და შენი პატივი ვერაფერს ვერ გიშველის. უბედურების ჟამს ვერაფერს ვერ გიშველის. ამიტომაც ეს არის ყველაზე მთავარი, რომ თუ ადამიანს უყვარს უფალი, ეს სიყვარული გამოჩნდება ღვთისმცნებათა აღსრულებაში. ოღონდ ეს რაღაცა განყენებული თემა კი არ არის, რაღაცა სხვა კი არ არის ღვთისმცნების აღსრულება. ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება ურთიერთობა მშობლებთან,
პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა ურთიერთობა მეუღლესთან თუ შვილებთან თუ მეგობრებთან თუ ყველას ისე მოექცი, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. თუ არჩევანის წინაშე დგები სულიერსა და ხორციელს შორის, უფალი გეუბნაო, პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებე და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემა შენ. აი დღეს კვირადღე თენდება, კვირადღე გათენდა. აი ამ ცნებისგან რაც წეღავ თქვი, რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებე. ჩვენ რა უნდა გვეძებნა, იცი, ჩვენ უნდა გვეძებნა პირველად ნაახსარები ზიარებულიყავით. ამაზე მეტი საძებნელი დღეს არაფერი არ არის. აი ეს უნდა გვეძებნა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ამაში ხელს შეგვიშლიდა, უნდა გადაგვედოს სხვა დროისთვის და მერე გაგვეკეთებინა. ეხლა ეს უნდა გაგვეკეთებინა. თუ დაუშვათ ვიღაცა ვიცით რომ გასაჭირშია და ჩვენ შეგვიძლია მისი დახმარება, ფიზიკურად თუ მატერიალურად თუ ლოცვით თუ როგორც არის, იქაც ეს მცნება პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებე და დანარჩენი მოგეცემა, გადადო უნდა ყველაფერი, მიხვიდე და იმ გაჭირებას მოეფეროს, ნეულია თუ როგორც არის და დანარჩენი მოგეცემა. ადამიანი იფიქრებს რომ მე რო ეხლა აქ დრო დავკარგო, ზოგი ფიქრობს რომ წირვის გამოც დროს კარგავს, ზოგი ფიქრობს ვიღაცის გაჭირებულის გამო დროს კარგავს. ეს დროის დაკარგვა კი არა, ეს დროის საუკეთესოდ გამოყენება. რომ რაც ყველაზე ძვირფასი გაქვს, შეწირო ის ღმერთს. ზოგჯერ ასედაც ხდება რომ ადამიანი იფიქრებს, მთელი ეს კვირა, ესე იგი, მუშაობდი და ერთი კვირა დღე მაქვს დასვენების და ესეც ახლა ტაძარში უნდა წავიდე? დიახაც ტაძარში უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ეგ ერთი დღე გაქვს ადამიანს, რომ სულის საკვებად გამოიყენა და ისიც თუ აიღე ხორციელს მოახმარე, სული მოგიკვდება. ხორციელად იქნები ცოცხალი, მაგრამ სული მოკვდება. სახარებაში არაერთგან არის ნათქვამი, რომ უფალი რომ ამბობს, ესე იგი, რომ მკვდრებმა დამარხონო თავისი მკვდარი. შეიძლება ადამიანი ჭამდეს, სვამდეს, ხიარულობდეს, დარბოდეს აქეთ-იქით, მაგრამ ის მკვდარი იყოს სულიერად. ამიტომაც უძღვები რო დაბრუნდა, მამამ რა თქვა? ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა. როდის გაცოცხლდა? როდესაც ნანობდა. ესე იგი, თურმე შეიძლება ადამიანი ხორციელად ცოცხალი იყოს, მაგრამ მისი სული მკვდარი იყოს. როდის კვდება სხეული? როდესაც მას სული განშორდება. როდის კვდება სული? როდესაც მას ღვთისმადლი განეშორება. ღვთისმადლი ადამიანს განეშორება მაშინ, როდესაც ცოდავს და არ ნანობს თავის ცოდვას. როდესაც ცოდავს და ამართლებს თავის ცოდვას. აი მაშინ განეშორება ღვთისმადლი. ეს სახარებისეული სწავლება არა. ამას ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და მოგვანიჭოს მადლიერება ყოველივე იმის გამო, რაც გვაქვს და ხშირად ხდება ასეც, რომ მე ერთ ამბავსაც გაგახსენებ და მეც აღარ გადაგვლით. ხშირად ხდება ასეთი რამ, რაც ღმერთმა ჩვენ მოგცა და რის გამო ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ ღვთისან, ხშირად ჩვენ ამითი ვამაყობთ და უფრო სულს ვიღუპავთ, ვიდრე ცხონების გზაზე მივდივართ. და ერთ მაგალითს მოვიყვან. არაერთხელ მოგვიყოლია, მაგრამ რადგან მოიტანა სიტყვა, მეც ეს ვთქვათ. ინგლისში მოღვაწეობდა დიდი მღვდელმთავარი ანტონ სუროჟელი, ანტონი ბლუმი სხვაგვარად, კემბრიჯში მოღვაწეობდა, რამდენადაც შემთხვევით ცნობილია და მასთან მიდიოდა ერთი პატარა გოგონა, სკოლის მოსწავლე, ლამაზი გოგონა და ეუბნეოდა, რომ მეუფეო, მე სასოწარკვეთილებაში ვარ, ანუ იმედი მაქვს დაკარგული, სულის გადარჩენისა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ადამიანს, რომ სულის გადარჩენის იმედი აქვს დაკარგული, როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, უნდა იმედი ჰქონდეს, რომ ღმერთი მოწყალია და რატო შვილო რა გჭირსო ეგეთიო და მან უთხრა, რომ მე ჩემი სილამაზით იმდენად პატივმოყვარეობ, იმდენად ვამაყობ, რომ იმედი მაქვს, თან ხო იცოდა ამ გოგონამ, ეს აპარტაუნება პატივმოყვარეობა ერთ-ერთი ყველაზე დამღუპელი ცოდვა, ეს არის ყველაფრის ძირი, ყველა უბედურებისა და მე ჩემი სილამაზით იმდენად პატივმოყვარეობ და ვაპარტავნობ, რომ აღარ მგონია რამე საშველი იყოს ჩემი.
და მღვდელმთავარმა ასეთი ლოცვა-კურთხევა მისცა. მიდიო დღეში სამჯერო სარკესთანო და დააკვირდი კარგად შენს ნაკვთებსო, რაც მოგწონსო შენს თავშიო და ამ ყველაფრის გამო მადლობა უთხარი ღმერთსო. იმიტომ რომ ეგ შენი შექმნილი არ არის. რითი ამპარტავმობ, ეგ არ არის შენი. ეგ შენ ღმერთმა მოგცაო. და ჩვენც როგორც მოციქული ამბობს, რა გვაქვს ისეთი, რაც არ მიგვიღია. და თუ მიგვიღია რითი ვიქადით. განა ყველაფერი ღვთისგან არა გვაქვს მოცემული ის რითი ჩვენ ამაყობთ ხოლმე. ვიღაცა იტყვის რომ მე კარგი ნასწავლი მაქვს, მაგრამ რომელი გონებით შეიმეცნე ის? განა ღვთისგან მოცემული გონებით არა? რომელი ხმით თუ რომელი დაუშვათ მითი რაღაცის კეთების ნიჭით ამაყობ, ხატვის თუ ასე შემდეგ. რითი ამაყობ? განა ყველაფერი ღვთისგან არ არის. მაგრამ თუ ღვთისგან არის, ერთი რომ ჩვენ მადლიერება გვმართებს და არა ამპარტავნება და მეორე ეს პასუხისგებლობა. უნდა იფიქროს კაცმა, რისთვის მომცა მე ღმერთმა ეს ნიჭი? იმისთვის რომ მე დაუშვათ სხვებს თავი გადავამეტო და სხვებზე უკეთესი მეგონოს, თუ იმისთვის რომ მე ამას უეჭველად მომკითხავს ღმერთი. აი ეს ნიჭი შენ რაში გამოიყენე? იქნებ ტყუილად დახარჯე. იქნებ სხვებზე თავის ასამაღლებლად გამოიყენე. იქნებ ვინმეს დასამცირებლად გამოიყენე. იქნებ ვინმეს საბოროტოდ გამოიყენე. ან იქნებ სულის საცხონებლად გამოიყენე. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აღმოვაჩენთ რომ ის რის გამო ჩვენ თავი მოგწონს, ეს სულაც არ არის საამაყო საქმე და ეს პასუხისგებლობის საქმეა და მადლიერების. აი ჩვენ არაერთხელ შევხვედრიოთ ახლა ჩვენ სოციალურ ქსელთან ყველა შეხება ვუყ. აი მაგალითისთვის ვიტყვი, დადებენ ვიღაცის სურათს და მთელი დედამიწა აქებს ეს ასეთი ლამაზია, ის ისეთი ლამაზია. იმასაც აფუჭებენ, ვიზეც ლაპარაკობენ და არც სიკეთე არ გამოდის აქედან არაფერი. თუ რაიმე ლამაზია, ხო ღმერთმა შექმნა და თუ ღმერთმა ასეთი სილამაზე შექმნა, ვინ არის ავტორი ამ სილამაზისა? განა ღმერთია რა. თუ ადამიანი რაღაცას დახატავს, შეიძლება ეს ნახატი აქოდა მისი დამხატველი მხატვარი არშია, ხო? შეიძლება რამე ლამაზი კომპოზიცია მოისმინო და მისი ავტორი არშია, ხო? შეიძლება ადამიანი ლამაზი ადამიანი ნახო და მისი შემქმნელი არ ადიდო? ესმით აი ეშმაკი როგორ დახელოვნებულად აკეთებს იმას, რომ რამაც ჩვენ ღვთის დიდებაში უნდა მოგვიყვანოს, ჩვენ ვამპარტავნოთ და ვიღუპავთ თავს იმით. შეუცვალო მიმართულება აი ამ ღვთისგან მოცემულს და ღვთის სადიდებელს და გააკეთა როგორ რომ ადამიანები ამაყობენ ამითი და ეშმაკი ხარობს. ღმერთმა მოგვანიჭოს მადლიერება ღვთისადმი და მადლიერება თითოეული იმ ადამიანისადმი, ვისაც ჩვენ ცხოვრებაში გარკვეული წვლილი შეაქვს ჩვენს სასიკეთოდ და საცხოვნებლად. ჩვენთან არის ღმერთი.